ტექნოლოგიების სამყაროში ყოველდღე ახალი შესაძლებლობები იბადება. ChatGPT, ხელოვნური ინტელექტი და სხვა ინოვაციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მივხვდით ალბათ, რომ ჩვენს გადაცემაში ეხლა ახალი იმ ძველი რუბრიკის დროა, რომელსაც ტექნოლოგიები ქვია და ძველებურად პროფესიონალიზმით წარუძღვება თებუკა მოსულშვილი. თებუკა, გილოცავ ახალი სეზონის დაწყებას. გილოცავთ მეც, მოგესალმებით. გისურვებ წარმატებებს და ყურადღებით გისმენთ. მოგესალმებით თქვენ, მაყურებელს, გილოცავთ ახალ სეზონს. ჩემთვის ეს სამინდი სხვა შორის ჯონი უნდა გითხრა, არის ყველა საუკეთესო სამინდი, მithmetes იმ საშინელი ცხელი ზაფხულის შემდეგ რაც გადავიტანეთ. ხო, იმიტომ თქვი, სევდიანი რასისთვის შეიძლება არც იყოს, კი. დილიდან ესე იგი თავიდანვე დავიწყებ ხელოვნური ინტელექტით და ძალიან საინტერესო ამბები ხდება, რა თქმა უნდა, ზაფხული საკმაოდ დატვირთული იყო. ჩინეთის დის საკუთარ ტექნოლოგიურ გავლენას კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. რას ნიშნავს ახლა ეს? ჩინეთის ტექნოლოგიურ გავლენა ისედაც და ასეც საკმაოდ დიდი არის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა არის. თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის და ინფრასტრუქტურის ექსპორტირება მოახდინონ მესამე ქვეყნებში. ანუ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც თვითონ არ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის დახვეწა და საკუთარ ყოველდღიურობაში ინტეგრირება. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი არის. თუმცა რა თქმა უნდა, მე და დალი საუბრობდით, ამას თავისი რისკები მოყვება. ჩინეთის ტექნოლოგიურმა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი დაეხმარებიან ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამას მოისურვებს, რომ აყვნენ AI, ანუ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ამას ძალიან დიდი სახსრები სჭირდება, ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და ბუნებრივია, რომ თუნდაც ისეთ ქვეყნებს როგორც საქართველოა, ამის არც ენერგია აქვს და სამწუხაროდ არც ცოდნა აქვს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის, თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არავინ თავი არ მოიტყოს, ისინი ამას ხოდ იმიტომ არ აკეთებენ, რომ კეთილები არიან, პირველ რიგში საკუთარ გავლენას დიან და ეს როგორ დასრულდება და როგორ განვითარდება, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ დრო თუ გვანახებს. იცი რა მაინტერესებს, ეს უფასოდ იქნება გადაცემული და უშუალოდ ეს რაღაცა ტექნოლოგია და ეს ცოდნის გაზიარება, თუ მაინც რაღაც აფასურს მოითხოვს? საინტერესო, ვინც გლობალურ გეოპოლიტიკას ვინც აკვირდება, იცის ჩინეთს ჰქონდა ადრე საუკუნის დასაწყისში დაიწყო ერთი გზა, ერთი სარტყელი სტრატეგია. როდესაც გზებს და პორტებს აკეთებდა ისევ მესამე ქვეყნებში. ზოგი უფასო იყო, ზოგი ფასიანი, თუმცა უფასო რაფერი არის ამ ცხოვრებაში ეს ღრმა. ანუ რაღაც სარგებლობს, რა თქმა უნდა. თუმცა პირველ რიგში მათი სარგებელი, ჩინეთისთვის სარგებელი არის საკუთარი გავლენის გაზრდა. და ეს გავლენა საკმაოდ სერიოზული არის და საკმაოდ ესეთი ქვეყნების გადაწყვეტილების მიღებაშიც კი შეძლებს ჩარევათ. ყოველ შემთხვევაში ერთი გზა ერთი სარტყელზე ეს ესე იყო. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად ანიშნავს, რომ ბოროტად გამოიყენებს ჩინეთი ამას და ყველა დიდი ქვეყანა და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ყველა იმპერია ესე იქცევა. თუმცა როგორც გიხარით, უნდა შევხედოთ რა იქნება. მე პირადად ვთვლი, რომ ეს ძალიან საინტერესო წამოწყება არის. რა თქმა უნდა, შეიძლება ნეგატიური ამბებიც მოყვეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მცირე ქვეყნებისთვის. ძალიან დაეხმარება რიგით მოქალაქეებს ამ ქვეყნებში, რომ მათი ცხოვრება უფრო გამარტივდეს, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს რიგი სერვისები ქვეყნებში და ასე შემდეგ, როგორც ყველაფერს ისე ამას ორი მხარე. ხო, რა თქმა უნდა, მესამე ქვეყნებისთვის ძალიან ხელსაყრელი წინადადება, ასე ვთქვათ, ჩინეთისგან. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში რას მოიტანს ეს არის საინტერესო. ძალიან საინტერესო არის, ამაზე ხა წინასწარ მეტყოლება გამომივა, ამაზე ბევრი რო ვილაპარაკო, თუმცა უფრო მალე დადგება ის პოზიტიური შედეგი ამ ყველაფრისგან, რაც დადგება. ანუ დაეხმარება ამ მოქალაქეებს ამ მესამე ქვეყნებში. და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ ერთი გზა ერთი სარტყელზე დადგა ის რეალობა დადგება, რომ ჩინეთი მოიპოვებს გარკვეულ ბერკეტებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში და გლობალურ ასპარეზზე, გლობალურ გეოპოლიტიკურ ასპარეზზე უფრო გაიმყარებს საკუთარ პოზიციას. ანუ დაეუფლება იმ კოზირებს, რაც ჩვენ გვაქვს ნებისმიერ ქვეყანას. ისეთ ყველა უბრალოდ არავინ არაფერს არ გაკეთებს. ამას არც მალამ პირდაპირ ესე საუბრობენ, რაცა დამალული არა, ჩვენებთ ამბობენ, რომ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათი ტექნოლოგიური და სხვაგვარი გავლენა გაიზარდოს. ეგ ისედაც გასაგებია, მაგრამ რა პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს? ამერიკის შეერთებულ შტატების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, იმიტომ რომ ძალიან ახალი ამბავია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას სიხარულით არ შეხვდებიან. თუმცა საინტერესო იქნება, თუ ამერიკელები ამას საკუთარი მხრიდან იგივეს დაუპირისპირებენ, რომ ისინი დაეხმარებიან მაგალითად საქართველოსნაირ ქვეყნებს, ისე და ისე რომ ჩვენ განმავითაროთ ჩვენი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა. იდეაში ეგრეც ჯანსაღი კონკურენცია გაიმარჯვოს მოკლედ. კი, ნამდვილად. ასევე ახლა გამახსენდა, რომ ჩინელებმა მაგალითად დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციას პირველ კლასებში, როდესაც მე ამას ტრამპმა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მიბაძა უკაცრავად. აქედან გამომდინარე, სავარაუდო არის, რომ ამერიკელები ამას წამოეწევიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ წამოეწევიან და არ ლიდერობენ ამერიკელები, რაც იშვიათად ხდება ხო. კი. ესე იგი, გუშინ საღამოს შუადღეს ამ შოუმ, როდესაც ვამზადებდი დღევანდელ თემებს, უნდა მეთქვა თქვენთან უნდა მომიტანა საინტერესო ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაცია ისევ
გადაავადებს TikTok-ის აკრძალვის საკითხს. თუმცა გუშინ ღამე სანამ დავიძინებდი, ესე იგი ინტერნეტის სკროლისას ჩვეულებრივ, აღმოაჩინეთ, რომ ამერიკელები და ჩინელები, ანუ ტრამპის ადმინისტრაცია და ჩინეთის ხელისუფლება შეთანხმდა, რომ TikTok-ი საბოლოოდ გაიყიდება. გადაწყდა ეგ პრობლემა მოკლედ. ეს არის სულ ახალი ამბავი. გუშინ ღამე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, რომ დეტალები თუ როგორ გაიყიდება, ვინ იყიდის, რამდენად გაიყიდება, რა ფორმით გაიყიდება, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, არავინ არ იცის. ამბობენ, რომ პარასკევს უკვე საბოლოოდ გამოაცხადებენ, თუმცა ტრამპმა მისი როგორც მას ჩვევია, გამოაცხადა, რომ უდიდესი შეთანხმება შედგა და ეს იქნება უდიდესი წინსვლა ამერიკელი მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში მათი პირადი ინფორმაციის დაცვისთვის. ვინც არ იცის, მას ვეტყვი, რომ ეს TikTok-ის აკრძალვის საკითხი არ გუშინ წინ არ დაწყებულა, ამას დიდი ხანია წლებს რომ ჯერ კიდევ ტრამპმა დაიწყო. მესმის ეგ ამბავი, აი სულ მესმის, რომ ამერიკამ უნდა აკრძალოს ეს TikTok-ის მოხმარება თავისი მოქალაქეებისთვის და ვერაფრით ვერ ჩავეძია და ვერ გავერკვია რა ხდებოდა. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რა? ეს პირველ რიგში თვითონ ტრამპმა დაიწყო, თქვა რომ TikTok-ი ასე თავის პირველი ადმინისტრაციის დროს. შემდეგ ბაიდენმა გააგრძელა, მერე ტრამპი როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა, თქვა რომ მე აღარ აკრძალავ, გადავავადებ და შევეცდები რაიმე გამოსავალი მოძებნო. აქედან იმიტომ რომ TikTok-ი არის ძალიან პოპულარული პლატფორმა. ძალიან პოპულარული პლატფორმის გარდა კომერციული ელემენტიც აქვს, ბიზნესს ეხმარება განვითარებაში, მარკეტინგში კომპანიებს და ასე შემდეგ. მოკლედ იმდენად დიდი არის TikTok-ი, რომ მისი ესე აკრძალვა მარტივი არ აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხმა ამას გაუწია წინააღმდეგობა. რას ნიშნავს TikTok-ი უნდა გაიყიდოს და როგორ შეიძლება რომ ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყანას ბიზნესის გაყიდვა დააძალოს. ნუ როგორც ჩანს, ძლიერი ქვეყნებს ყველაფერი შეუძლიათ, მათთვის კანონები არ არსებობს და წესი. აქედან გამომდინარე, ამერიკა თქვეს, ამერიკის კონგრესმა თქვა, რომ გაყიდეთ TikTok-ი, მიიყიდეთ ამერიკულ კომპანიას, იმიტომ რომ ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია, რომელსაც TikTok-ი და ყველა სხვა ტექნოლოგიური პლატფორმა აგროვებს ძალიან დიდი რაოდენობით, ეს უკვე ცნობილი არის, Facebook, Instagram ზუსტად იგივე საკეთებენ და საკმაოდ პირადული ინფორმაცია არის, რომელიც გასაგებია არის, რომ შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ სიამოვნებდეს აღმოჩნდეს სხვა ქვეყნის ხელში, მით უმეტეს მისი სტრატეგიული კონკურენტის, როგორიც არის ჩინეთი. მათ თქვეს, რომ ნუ მინიმუმ უნდა ყოლოდა ამერიკელი მეწილე. აქ რა თქმა უნდა გამოთქვეს სურვილები, იგივე მარკ ცუკერბერგმა, იგივე ორაკლი არის ერთი დიდი ტექნოლოგიური კომპანია ამერიკაში მათ ყიდვაზე. თუმცა მაშინ ჩინელებმა რა თქმა უნდა თქვეს და TikTok-მა ბაიტდენსმა ბუდიში, იმიტომ TikTok თვითონ ამბობს, რომ არ არის ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაახლოებული. აქ ნაგავდნენ რომ მოდი ვთქვათ, რომ TikTok-მა და ბაიტდენსმა განაცხადა უარი გაყიდვას, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ არ გავიყიდებითო. ნუ აკრძალავენო. ცნობილი კადრებიც იყო, როდესაც TikTok-ის სინგაპურელი დირექტორი, ანუ CEO დაიბარის კონგრესში, მას უსმევდნენ კითხვას და ძალიან ბევრი სასწავლო მომენტი შეიქმნა, იმიტომ რომ ცოტა ხანში შესულმა კონგრესმენებმა არ იცოდნენ ეს ტექნოლოგია როგორ მუშაობდა, რას აკეთებდა და საკმაოდ სასწავლო პასუხებს სცემდა ეს დირექტორი, ანუ CEO. თუმცა საბოლოო ჯამში როგორც გითხარით, ტრამპმა წინასაარჩევნო დააპაუზა, მერე კიდევ ერთხელ დააპაუზა და უკვე მეოთხედ. ხო, მეოთხე იქნებოდა, თუმცა ნუ აწი ჩინელი ბაიტდენსმა და TikTok-მა თქვა გავყიდითო. არ გაგონებს Google-ის მკვდარსულებს, როცა ჩიჩიკოვი დადის და ყიდულობს იმას, რაც არ არსებობს. შემდეგი ამბავი. და ესეც საკმაოდ აღსანიშნავი ამბავი არის. მე ხომ ისე რომ ამას იმდენად სიღრმისეული ამბავი არ არის. ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ბუმის დაწყების დღიდან არის ნომერი პირველი. ამაზე არავინ არ დაობს, ეს ესე იყო. კი, რამოდენიმეჯერ შეაშინეს ChatGPT გინდა ჩინელებმა, გინდა სხვა ამერიკულ კომპანიებმა, თუმცა ის უპირობო ლიდერი იყო. პირველად App Store-ზე და სავარაუდოდ მალე Android-ის Store-ზეც, ანუ Play Store-ზეც ChatGPT-ს გადაასწრო უკვე Gemini, ანუ Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც სხვათა შორის არის უფასო. და ჩემი პირადი მოხმარებით შეიძლება ითქვას, აი გავკადნიერდები და უკეთესიც კი არის რიგ საკითხებში. და როგორ გადაასწრო, ხა ეს არის საინტერესო. ესეთი საკმაოდ უწყინარი ტრენდის შექმნეს, რომელსაც ქვია ნანო ბანანა, ანუ ადამიანს მომხმარებელს ჩვენ ნებისმიერ შეგვეძლო ჩვენი ფოტო, ნებისმიერ სხვა რამის ფოტო აეტვირთა და 3D მოდელს ქმნიდა, რომელიც მე შესაძლებელი იყო 3D მოდელს უკაცრავად, რომელიც მე შესაძლებელი იყო 3D პრინტერით ამოგიპრინტერებინა და პატარა ესეთი სტატუა დაგედგა მაგიდაზე პირველად, სადაც გაგიხარდებოდა, ხო? ეს პატარა ტრენდი, რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდებმა აიტაცეს, რა თქმა უნდა TikTok-ზე აიტაცეს, ამან დაეხმარა, რომ ეს ამ აპლიკაციას გადაესწრო ChatGPT-ისთვის. ეს აღსანიშნავი არის, იმიტომ რომ პირველად დაკარგა ChatGPT-მ ლიდერობა App Store-ზე და სავარაუდოდ მალე Play Store-ზეც და მიუთითებს იმას, რომ საკმაოდ მალე იცვლება, ანუ ესეთი უპირობოც არ არის ეს ბაზარი, როგორიც გვეგონა. ანუ ChatGPT-საც კი ისეთ ტიტანებს და ისეთ დიდებსაც კი, როგორც არის ChatGPT და OpenAI, ემუქრება საფრთხე. თუმცა ეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ზღაპრეში ხდება ხოლმე პატარისგან, ემუქრება ასევე ძალიან დიდისგან, Google-ის Gemini ხელოვნური ინტელექტისგან. ნახოთ რა იქნება. ერთი მაგალითი ვნახე. ძალიან მომეწონა იდეა თვითონ. ზუსტად მაგ
ბანანა, როგორ ქვია? ნანო-ბანანას გამოყენებით. დავალება იყო მიცემული, რომ აი ამ იდო მაგიდაზე რამდენიმე ინგრედიენტი. და აი დავალება მისცეს, რომ ამ ინგრედიენტებიდან გამიკეთე 5 ვარსკვლავიანი რესტორნის რაღაცა კერძი. თუ კერძი ხო? კერძი, უმარტივესი ინგრედიენტები თողოთ და ნუ იმან გააკეთა რა, ესე და ასე რომ ამის გამოყენება ანუ ბიზნესშიც ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან მოგეთყვით. ერთი საიტი არის, სადაც შეგიძლიათ საწერო, აი რაც მოგჩა პროდუქტები მაცივაშიაც გიდებს. აი მაგალითად მაგ კვერცხი, კარაქი, ნახევარი ნაჭერი პური. პირობითად თამობ და ის გეუბნება ისე გაკეთება შეგიძლია ამით. თუ ძალიან გეზარება ფიქრი. საიტის ვიზუალზე იყო აქცენტი. საბოლოოდ გამოვაფიცა. ხა, რასაც გამოვაზრდა. არა, ეგრე ახლა ბევრი დაგეხმარება, რომ ესე გითხრა, ბებიაც დაგეხმარება და ბევრიც, მაგრამ მე ვამბობ, რომ ვიზუალზე იყო აქ აქცენტირება, ანუ რა შეგიძლია გააკეთო, ამიტომ ვიზუალურად რომ იყოს მოკლასკავიანი რესტორნის მსგავსი, მოკლედ. ჩემი ბოლო ამბავი შეეხება ჰოლოგრამებს და ტელეფონებს. ესე იგი, მთელი ცხოვრებაა 29 წელს ვარ, მესმის, რომ ოდესღაც ტელეფონი შეძლებს ჰოლოგრამის პროექციას მაგიდაზე, ესე შეძლებთ თამაშს, კინოს, ყურებას, ასე შემდეგ. მე მგონი მივუახლოვდით ამ რეალობას და ამბობენ, რომ ტექნოლოგიური გარღვევის შედეგად ტელეფონებში ძალიან მალე შესაძლებელი იქნება ჰოლოგრამების ინტეგრაცია. რაც ნიშნავს, რომ აი ზუსტად რაც გესმით, რომ ტელეფონის ეკრანიდან ჰოლოგრამა ამოვა და 3D ვიზუალში შეძლებთ დაკვირვებას და ინტერაქციას ამ ჰოლოგრამასთან. მეტი დეტალი ამაზე ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ეს გარღვევა ჩინეთში მოხდა და ძალიან მალე შესაძლებელი არის, რომ ვიხილოთ ჩვენ ყოველდღიურობაში. თუმცა ეს ძალიან მალე ტექნოლოგიურ სამყაროში ხშირად არც თუ ისე მალე ხდება ხოლმე. ამიტომ დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება. თემუკა, შენი აზრი მაინტერესებს იმაზე, რომ ალბანეთს ახალი მინისტრი ყავს. და იცი არ მოძრაზე ძალა. არ ვიცი სამწუხაროდ არა. ხელოვნური ინტელექტი ყავს მინისტრი. როგორ არ ვიცი უკაცრავად, კი, როგორ არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა ვიცი. ხო, არ მივეკანებით ამის კი. წარმატება უსურვოთ ქალბატონ მინისტრს და ქალბატონია თუ სწორედ მახსოვს. არ ვიცი, ეს მე ვერჯერ გვაქვს ამაზე ნალაპარაკები, რომ გიმიკა მგონია და მარკეტინგი ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა, რამე რეალური იყოს, თუმცა, ნუ ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ხელს უწყობს და ყოველდღიურობაში დამკვიდრებას. ეს ამდენად სასარგებლო არის ჯონი. აი ამაზე შეგვიძლია მე კამერების იქით ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.